მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. წარმატებულ და ბედნიერ დღეს და საღამოს გისურვებთ. დღის იმ მონაკვეთს, როდესაც ახლა თქვენ ეს ვიდეო შეგხვდათ და მიყურებთ. მე მოქვს ესეთი ძალიან ლამაზი ქართულენოვანი ოშოძენ ტარო და სურს გავაკეთე და ჩავწეროთ ესეთი ვიდეო. სამყაროს გზავნილი ახლა ჩემთვის, რას მეცდა სამყარო, რას მეცდა აი ამ მომენტში, აი ეს ასეთი გაშლა გავაკეთეთ, ხო? შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის, როგორც კონკრეტულად ერთ კითხვაზე, ასევე რამდენიმე კითხვაზე, გაშლებს შემთხვევაში შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში და დავჯავშნოთ კონსულტაციები თქვენთვის. და მოდი ესე დავაწყობ ახლა მიამარკანებს და ესეთი მარტივი პატარა გაშლა გავაკეთეთ, ხო? რას მეტყოდა ის? ახანდახან გვჭირდება ხოლმე პატარა მინიშნებები. იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ, მაგალითად, შეიძლება ეხლა თქვენ ჩავთქვათ ის სიტუაცია, რა სიტუაცია და პრობლემაც ესე რომ დავარქვათ, გაქვთ რა გამოწვევის წინაშეც გახართ ეხლა თქვენ ამ მომენტში და ესეთ პატარა მინიშნებას მიიღებთ. რადგან ქართულ ენაზე არის, ქართულენოვანი არის ეს ტარო, ძალიან მარტივად შეგიძლიათ რომ მიხვდეთ თქვენ თუნდაც პასუხებს და პატარა განმარტებებსაც გავაკეთებ მე, ხო? კონცენტრირდით, შეარჩიეთ ერთი კონკრეტული არკანი, შეგიძლიათ რამოდენიმე შეარჩიოთ, რამოდენიმე სიტუაციასთან დაკავშირებით და მივიღოთ პასუხები. პირველი არის ესეთი არკანი წინა სიცოცხლეები და რა შემიძლია ამ შემთხვევაში რომ თქვა. ამ შემთხვევაში თავისუფლად შემიძლია თქვა ის, რომ დააკვირდით თქვენს წინა გამოცდილებებს, რაც აქამდე გაგიuliათ. ის გამოწვევა, ის სიტუაცია, რაც ჩაუთქვით, თითქოს აქამდე უკვე ყოფილხართ ამ სიტუაციაში და ეს ყველაფერი პირველად არ უნდა ხდებოდეს თქვენ შემთხვევაში, ხომ მოგესწავლდეთ. თქვენ შემთხვევაში ეს ყველაფერი არ ხდება პირველად. და დააკვირდით იმ სიტუაციაში, რაც უკვე ადრე გქონდათ, რაც უკვე ადრე გამოიარეთ და გადალახეთ ეს ყველაფერი, ხო? ამ ყველაფერს მაშინ როგორ გავუმკლავდით. სწორედ ეს იქნება გასაღები თქვენთვის, რომ ეხლა გამოწვევებს, ეხლანდელ სიტუაციებსაც იმით გავუმკლავდეთ. როგორც ადრე გამოხვედით აი ამ მდგომარეობებიდან, სწორედ ეხლაც ისე რომ ვთქვათ, შეგიძლიათ რომ იგივე გაიმეორეთ და გამოხვიდეთ აი ამ მდგომარეობებიდან. ის გამოწვევა, რომელიც თქვენთან არის ეხლა ამ ეტაპზე შემოსული, არ არის პირველი და უცხო თქვენთვის და ეს არის სიტუაცია, სადაც რაღაცები ჯერ კიდევ სასწავლებელი გაქვთ და კიდევ დასამუშავებელი გაქვთ. აი ესეთი პატარა ესე ვთქვათ მინიშნება მიიღეთ თქვენ და დამიწერეთ და ძალიან გამიხარდება თუ დამიწერთ რამდენად რეზონირდა ეს პასუხი თქვენ სიტუაციასთან. და კი ახლა ვნახავ მეორე ვარიანტს. ეს არკანი გვეუბნება გამოცდილების მიღებას და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს არკანი ზოგადად ეს ყველაფერი, ეს გამოწვევა თქვენ შემთხვევაში არის არა იმიტომ, რომ რაიმეზე იტანჯოთ, ან რაიმე ცუდი გამოგიგზავნოთ სამყარომ, რომ ეს ყველაფერი, ეს გამოწვევა თქვენ ცხოვრებაში არის იმიტომ, რომ მიიღოთ ამით გამოცდილება, უფრო მეტად გაიზარდოს თქვენი პიროვნება. აი ესეთი მინიშნება შეგვიძლია, რომ მივიღოთ აი ამ არკანიდან ჩვენ. ეს არ ხდება იმისთვის, რომ რაიმე ცუდი გელოდებათ, რაიმე ცუდად მოიქცით რაიმე სიტუაციაში, არა ესე არ აღიქვათ. სამყაროს გზავნილი არის ის, რომ ეს სიტუაციაში რაშიც ეხლა ხართ, რა გამოწვევაც ჩაუთქვით ეხლა თქვენ აქ აი ამ ვიდეოს საწყობამდე, იმისთვის ხდება, რომ მიიღოთ გამოცდილება და თქვენი პიროვნება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და აი ამ გამოცდილების მიღების შემდგომ კიდევ უფრო დაინახავთ რეალურად პასუხს თუ რატომ გქონდათ ეს სირთულე თქვენ ამ ცხოვრების ამ ეტაპზე. ნახოთ აბა მესამე. ის რაც გაწუხებთ, ამის პასუხი თქვენ შიგნით არის. მიხევით თქვენ შინაგან ხმას. შეიძლება გარეთ ეძებთ პასუხებს, შეიძლება სხვა ადამიანებში ეძებთ პასუხებს, მაგრამ არა ნებისმიერ ამ შემთხვევაში ნებისმიერ პასუხი არის თქვენში. თქვენ შინაგან ხმას მიყევით. ეს არასდროს არ ცდება, აი ესეთი რამ შემიძლია რომ თქვა. პასუხებს ეძებთ გარეთ, პასუხებს ეძებთ სხვა ადამიანებში და აი ამ სიმშვიდეში უბრალოდ რომ დაჯდეთ და მოусმინოთ თქვენ შინაგან, ესე არ ვთქვათ, ხმას თქვენ შინაგან მეს მიიღებთ მარტივ პასუხს
თუ როგორ უნდა გამოხვიდეთ აი ამ სიტუაციიდან, რა სიტუაციაში ხარ თქვენ. ნახოთ მომდევნო ვარიანტი. ზედმეტად არ რთულებთ აი ამ სიტუაციას, რაც გაქვთ. მდგომარეობაში რომელშიც ხართ, ეხლა აქ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენი ბრალეულობა არაფერი არ არის, ანუ არაფერში არ ხართ დამნაშავე და ეს დანაშაული შეგრძნება ხელოვნურად იუფლებთ. ან შეიძლება გარშემოყოფებმა დაგაჯერეს, რომ ის შეგრძნება განიჭდეთ, რომ რაღაცაში დამნაშავე ხართ, არასწორი ხართ, არასწორად აკეთებთ რაიმეს, განთავისუფლდით აი ამ დანაშაულის შეგრძნებისგან, იმიტომ რომ ამით თქვენს თავს ანჯობთ, ეს არა ვთქვათ, ამ შემთხვევაში ეს შემიძლია რომ თქვა. ასე რომ ეს დანაშაულის შეგრძნება უნდა გააქროთ თქვენი თავიდან, აი ეს არის სამყაროს გზავნილი ამ შემთხვევაში თქვენთვის, ნუ იდანაშაულებთ თავს. თქვენ არ ხართ ამ შემთხვევაში არაფერში დამნაშავე. და აბა რამდენად რეზონირებს ეს გაშლები თქვენთვის, დამიწერეთ კომენტარების სახით. და ვნახოთ ბოლო ვარიანტი. კი ბატონო, გარღვევა ეს არის ძალიან ღრმა არკანი ამ შემთხვევაში და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ეს გამოწვევა არის იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს და გამოხვიდეთ იმ ჩაკეტილობიდან და იმ ჩარჩოებიდან, რომელშიც მოგაქციეს გარშემომყოფებმა და მერე რომელშიც მოიქციეთ თქვენი თავი. ეს სწორედ ამაზე გვისაუბრება ეს არკანი, ის შეხედულებები, რაც გეგონათ, რომ ესე უნდა ყოფილიყო, თითქოს აი მე თქვენი სიტუაციას, თქვენს მდგომარეობასაც, თქვენს თავს საერთოდ სხვაგვარად შეხედეთ. და სწორედ ახლა გაქვთ ეს პერიოდი, რომ აი ამ ჩაკეტილობიდან უნდა გამოხვიდეთ, იმ სიტუაციიდან და იმ გამოწვევიდან უნდა გამოხვიდეთ და სულ სხვანაირად შეიძლება დაინახოთ თქვენი თავიც, გარშემომყოფებიც და საერთოდ ყველაფერი, რაც კი თქვენს გარშემო აქამდე საკმაოდ დიდი დროა იყო ესეთ გაჭედილ სიტუაციაში. ეს იყო ჩემი მეგობრებო, ეს გაშლა და იმედი მაქვს, რომ მოგწონათ და დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა თქვენთვის ესეთი გაშლა, რამდენად მიიღეთ ის მინიშნებები, რაც ამ ეტაპზე გჭირდებოდა თქვენ. კიდევ თითოეულ თქვენთაგანს წარმატებებს და თქვენი სწორი გზის პოვნას გისურვებთ.